არასამთავრობო ორგანიზაციებს უკავშირდება კიდევ ერთი საკითხი, სადაც შტატებისა და ევროკავშირის ხედვა რადიკალურად განსხვავებულია. მაშინ, როდესაც ბრიუსელი გზებს ეძებს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში მესამე სექტორი დააფინანსოს, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების სხვაგვარი განკარგვის მომხრეა. კერძოდ, მარკო რუბიო პარტნიორი ქვეყნების პირდაპირი დახმარების ინიციატივით გამოდის. მთავარ არგუმენტად წლების განმავლობაში ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულით ბიზნესის კეთება და არამიზნობრივად ხარჯული მილიარდობით დოლარის სახელდება. დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე შტატების მოქმედი ადმინისტრაცია თეთრ სახლში შესვლის დღიდან აქტიურად მუშაობს. რა შეფასებები მოჰყვა მარკო რუბიოს განცხადებას საქართველოში, სადაც მესამე სექტორის დაფინანსების წესი და გამჭვირვალობა უკვე წლებია ურთიერთბრალდებების მიზეზია. ამას თათია ტაბეშაძე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. თათია. დიახ, შეფასებებამდე რამდენიმე დეტალს ვიტყვინი იმის შესახებ, რაზეც შენ ნაწილობრივ უკვე ისაუბრე. ამერიკის სახელმწიფო მდივანი 5 დეკემბერს, როდესაც შეხვდა კენიის პრეზიდენტს და როდესაც გაფორმდა ჯანდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, აღნიშნა მარკო რუბიომ, რომ მსგავსი შეთანხმებებისას ის ვეღარ ხედავს მესამე მონაწილის როლს. ანუ ამ შემთხვევაში ის გულისხმობდა არასამთავრობო სექტორს, რომელსაც ამერიკული მხარე ადანაშაულებს წლების განმავლობაში მილიარდობით დოლარის არამიზნობრივ ხარჯვაში. პრინციპში ეს ახალი განცხადება შინაარსობრივად ჩვენთვის არ ყოფილა, რომელიც მოვისმინეთ ამერიკის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან. ფაქტობრივად, რაც პრეზიდენტი გახდა დონალდ ტრამპი, მუდმივად ისმის ბრალდებები არასამთავრობო სექტორის მიმართ. მისი გაპრეზიდენტებისთანავე დაანონსდა მსგავსი მიდგომა და სწორედ ამის ერთ-ერთი გამოვლინება არის ის, რომ USAID ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია აღარ არსებობს. დონალდ ტრამპის ბრალდებით მსგავსი ორგანიზაციები იღებდნენ მონაწილეობას და მათ შორის USAID სხვადასხვა ქვეყანაში მთავრობების შეცვლის პროცესში რევოლუციების გზით მათ შორის. რაც შეეხება ახლა უკვე ევროპულ ფლანგს, სრულად განსხვავებულად ფიქრობენ. შემიძლია მოვიყვანო მარტა კოსის მაგალითი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ გააკეთა განცხადება მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით და თქვა, რომ არასამთავრობო სექტორისთვის საქართველოში ეძებენ გზებს, როგორ შეიძლება მიაწოდონ დაფინანსება და ისაუბრობდა გაზრდილ დაფინანსებაზეც კი და ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი, ეს განცხადება გააკეთა გამჭვირვალობის კანონის არსებობის პირობებში. აქვე რადგან ვახსენე გამჭვირვალობის კანონი, მაყურებელს შევახსენებ, თუ როგორი რეაქციები მოჰყვა საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან ამ კანონის ინიცირებას. არასამთავრობო სექტორმა აღნიშნული კანონი შერაცხა რუსულად, ასევე მას ამ ნაწილში ეთანხმება ოპოზიცია, ეთანხმება ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი და ზოგადად ეს ბრალდებები კანონთან დაკავშირებით, რომ არის რუსული, ისმის არა მხოლოდ შიდა, არამედ ქვეყნის გარე აქტორების მხრიდან. ამ შემთხვევაში გულისხმობ ევროკავშირს და სხვადასხვა ტრიბუნიდან თუ რეზოლუციებიდან კეთდება მოწოდებები ქართული ოცნების მიმართ, რომ გაიწვიოს უკან ეს კანონი. ქართული ოცნება კი ამბობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს აღნიშნული კანონმდებლობა. ჩვენ დღეს შევეცადეთ შეკითხვები დაგვესვა ქართულ პოლიტიკურ არეალზე, თუმცა ოპოზიცია ფაქტობრივად არ ჩანს ბოლო დღეების განმავლობაში. მათთან კი ვისთანაც შესაძლებლობა მოგვეცა, რომ დაგვესვა შეკითხვა ამერიკის და ევროკავშირის განსხვავებულ პოზიციებთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან მიმართებაში. არ ისურვა ქართულმა ოპოზიციამ, რომ დეტალებში შესულიყო ამ საკითხთან მიმართებაში. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ ეს არის მორიგი დადასტურება მარკო რუბიოს განცხადება იმისა, რაზეც მათ დაიწყეს საუბარი ჯერ კიდევ 3 წლის წინ, როდესაც თქვეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თანხებს ხარჯავენ რევოლუციების გზით ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად. არა, მაგ ამ საკითხზე პოზიცია არ მაინტერესებს ეგ თემა. არ პასუხობ მაგ კითხვაზე, რა არ მაინტერესებს ეგ თემა, არ მესმის რა უნდა გითხრა, იმიტომ რომ არ არის ჩემი საკითხი. ორივე შემთხვევაში ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის გაძლიერება, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას არანაირი შემოვლითი გზები არ ჭირდება და მეორე სახელმწიფოს დემოკრატიულ ქვეყნებს მათ შორის ამერიკიდან, ევროკავშირიდან, რა თქმა უნდა, მისასალმებელია მხარდაჭერა, გაძლიერება დემოკრატიულ პრინციპების ნაწილში. პროფესიად იქცა ექსტრემიზმი, რევოლუციონერობა და არასამთავრობო ორგანიზაციამ აიღო ხელში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აიღო ხელში აი ამ სისტემის მართვა, ასე რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება განპირობებული არა პოლიტიკური გემოვნებით, არამედ იმ მძიმე რეალობით, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების აი ამ ცვლილებამ, სახეცვლილებამ გამოიწვია მთელ მსოფლიოში. რო გეკითხა დღესაც
მაგალითად წინამორბედი ელჩები რო იყვნენ აქ ჩვენი ხო ამერიკის ელჩები 3 მილიარდზე მეტი თანხა დახარჯა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში აბა მოსახლეობას კითხე 3 მილიარდი და ვინმე რამე თუ იგრძნო მთავრობას თავი გაანებდა არა ყველაფერი ეს მიდიოდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დიდი ნაწილი რომლის მეშვეობითაც შემდეგ ხდებოდა გადატრიალებები და რასაც კიდე იმ კანონს მიაღებინებდი ჩვენ 2012 წელს კაცო ის გუბერნატორი დახვდა აქ ამერიკის ელჩის სახით რომელიც გვიკაკუნეო ამბობდა ეს გააკეთეთ ის გააკეთეთო ჩვენ ვერ ვამბობდით იმიტომ რომ მეორე დღეს იმდენად სუსტი იყო სახელმწიფო ინსტიტუციები რომ ამოგვატრიალებდნენ და ისევ ნაცმოძრაობა მოვიდოდა ხელისუფლებაში ამიტომ ჩვენ იმ სწორი პოლიტიკით ლავირებით შევძელით ის რომ 20-20-მდე მოვედით სადაც უკვე დაიწყო იმ აგენტურის ჩანერგილი აგენტურისგან საქართველოს მთავრობის და ცალკეული უწყებების გათავისუფლება გადააზრება ხდება ზოგადად ამერიკის პოლიტიკისა რომ ორმხრივ ურთიერთობებში არ არის საჭირო მესამე მხარის ჩართვა და თუ საგარეო დახმარება არის გამოყოფილი ამა თუ იმ კონკრეტული ქვეყნისთვის ეს საგარეო დახმარება უნდა მიემართოს სწორედ ამ ქვეყანას და არ უნდა იყოს გადარიცხული თქვათ მესამე ორგანიზაციისთვის არასამთავრობო ორგანიზაციისთვის რომელიც შემდეგ აქედან სარგებელს ნახულობს კიდევ თავის ასე ვთქვათ დამატებით პირობებს აწესებს ძალიან კარგია და ძალიან მისასალმებელია ეს ნაბიჯი იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქვეყანას და მათ შორის საქართველოში ჩვენ ნახეთ რომ ხშირ შემთხვევაში ეს დახმარება ან ბოლომდე არ მიდის ბენეფიციარამდე ან ისეთ სახით მიდის რომელიც ქვეყანას არ აწყობს საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღების რამდენიმე მცდელობა იყო ამ დროისთვის ქვეყანაში მოქმედებს ამერიკაში მოქმედი კანონის ანალოგი ეგრეთ წოდებული ფარას ვერსია ის რომ დღემდე ისმის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის შიდა თუ გარე აქტორების მხრიდან ძირითადად ევროკავშირის მხრიდან მითითება იმასთან დაკავშირებით რომ გაიწვიოს აღნიშნული კანონმდებლობა იმ ფონზე რომ აი ამ მოწოდებების ავტორ ქვეყნებში მოქმედებს სწორედ გამჭვირვალობის კანონი ქართული ოცნებისთვის მიანიშნებს იმას რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. მადლობა ეს თათია ტაბეშაძე იყო.